ჩვენ ისევ ეთერში ვართ, ქალბატონი ირინა სარიშვილია დღეს ჩვენი სტუმარი. ქალბატონი ირინა, თქვენ თავად განაცხადეთ, რომ ძალიან ბევრ ადამიანში არის ეს განწყობა, უღონც სააკაშვილი არ დაბრუნდეს. ვიდრე ამ საკითხს გავაგრძელებდეთ, მე 2013 წლის 20 აპრილს პრესაში განცხადებული თქვენი ერთი განცხადება მინდა წავიკითხო, ის რომ ნაციონალური მოძრაობა ეროვნულ მოძრაობას ჩამოაყალიბებს, ყველაზე დიდი პარადოქსია საქართველოში და სულ რაღაც 2 წელიწადში ეროვნული მოძრაობის ლიდერები ირაკლი წერეთელი სააკაშვილის ჩამოსვლის მოტივით შიმშილობს. თქვენ ფაქტობრივად აშკარად გაქვთ გამოკვეთილი სიმპათიები თუ არა, ყოველ შემთხვევაში ღია საჯარო დებატებში არსებობს თქვენი პოზიციები ახლა გააჟღერეთ და იგრძნობა რომ იმავე მიხეილ სააკაშვილს და სისხლისამართლებრივი დევნის შეწყვეტის мотиваცია თუნდაც საგარეო ფაქტორების გათვალისწინებით მაინც ასე ვთქვათ გამოხატავს აშკარა სიმპათიებს. ხო, მაგრამ აგათამაშათ ყოფილი ასე ვთქვათ ეროვნული ძალის დღემდე შემორჩენილი წარმომადგენლები ქართულ პოლიტიკაში მიხეილ სააკაშვილმა სათავისოდ ეს კითხვების გაჩნდა. ირაკლი წერეთლის გააქტიურებას დაიწყო თქვენი განცხადება. დავიწყებ იმით რომ არც ირაკლი წერეთელი და არც მე ნაციონალურ მოძრაობას არ შეუქმნია. თუ მოხდა მე მგონი საზოგადოება ცოტა ჯანმრთელად რომ უყურებდეს პროცესებს, ნუ რაღაც ნაწილზე მაქვს საუბარი. იმაზე დაფიქრდებოდა რამ დაგვაყენა ფეხზე ირაკლი წერეთელი, რამ მაიძულა მე, რა გარემოება მაიძულა მე რომ ისეთი პოზიციით გამოვიდე, რომელსაც კარგად თუ არ აუხსნი და დაუღეჭავ ადამიანს შეიძლება ვერ გაიგოს, იმიტომ რომ აი ახლა ამ წუთას რაღაცას ვლაპარაკობ და მილიონი რაღაც ინტერპრეტაცია შეიძლება ამას ჰქონდეს. ის რომ მიხეილ სააკაშვილი ეს პარადოქსია რომ მიხეილ სააკაშვილმა შეიძლება ჩამოაყალიბოს ახალი ეროვნული მოძრაობა, მე მგონი მიხეილ სააკაშვილს ახალი ეროვნული მოძრაობის ჩამოყალიბება არანაირად არ ჭირდება, მის გარეშეც არსებობს ეს ეროვნული მოძრაობა, მაშინ როცა მიშიკო ძალიან პატარა იყო. აქედან გამომდინარე ჩვენ არავის ისიც რა არის, მის დასასარგებლოდ თუ ამას გულისხმობთ. მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ შეგნებული ცხოვრება ვიცხოვრე. რა თქმა უნდა, შეცდომებიც მქონდა და არასწორად რაღაცა მithქვამს და იმის ძალაც მაქვს და იმის ვაჟკაცობაც მყოფნის, სადაც შეცდომაა იქ ვთქვათ, ბოდიშიც მოვიხადო თუ ვინმეს რამე დაუშავე, მაგრამ ჩემნაირი ადამიანისთვის, რომელსაც წინა პლანზე არ გქონია გამოტანილი პირადი ცხოვრება, ცოტა გაუგებარია ასეთი შეკითხვის დასმა, რომ აი თქვენ რომ ამ პოზიციას ახმოვანებთ, ეს ხომ არ შედის ვიღაცის ინტერესში. არ მაინტერესებს. არა, გასაგებია ყველა რომელიც საზოგადოებაში არსებობს. ჩვენ იმიტომ ვართ ჟურნალისტები, რომ თქვენ უნდა დაგისვათ და ერთი ახსნა გახდეს საკმარისი, რომ მე არ მაინტერესებს ჩემი აზრით სწორი პოზიცია დაასხამს თუ არა ნაციონალური მოძრაობის წისქვილზე წყალს. ისე ნაციონალების რაღაც ნაწილსაც არ მოწონხართ. არც ეს არ მაინტერესებს, ისე მე ხმებს არ ვაგროვებ. და არც არავინ ამაში ფულს არ მიხდის და მე რომ ცოტა სხვა ტიპის ადამიანი ვიყო, მე იმდენი ხვა წამოვიდა. სოციალური სტატუსი წავიკითხე $5,000-თან დაკავშირებით, რომ თურმე ხელფასად მიხდიან. ეს უკვე ქოცებმა გაავრცელეს. თქვენს რომ $5,000 გიხდიდნენ? ნუ სადღაც დაწერეს რა, რამდენი ტვინაღრძობია ხა, რომელსაც სხვადასხვა დღევანდელ თანამდებობის პირზე აშკარად არაპოლიტიკური შეგრძნებები ემართება რომ უყურებს და აქედან გამომდინარე მათ დაწერეს ესეთი რაღაცა, მაგრამ ამას მე ნაკლებად ვაქცევ ყურადღებას. Facebook-ია და იქ ჩვენ მუდმივ პირდაპირ ეთერის რეჟიმში ვარ და ყველას ვცემ პასუხს. თუმცა საკმაოდ გავლენიანია, მეხუთე ხელისუფლება ძალიან გავლენიანია და არ არის გამორიცხული რომ ჩემი სატელევიზიო მიწვევებიც აქედან გამომდინარე მოხდა, იმიტომ რომ არც მე ვარ იქ ერთ-ერთი უკანასკნელი Facebook იუზერი, ასე ვთქვათ. იუზერი ბრძანდებით თქვენ და სასარგებლოდ. და აქედან გამომდინარე ხა რა თემას ავწდით, რაღაცაზე ვლაპარაკობდით. ნაციონალებთან და თქვენს გააქტიურებას. ნაციონალების რაღაც ნაწილი მე მეწინააღმდეგება თუ არ მეწინააღმდეგება, იცით რა, მე არ მჭირდება არც ხმა, არც ფული და მე რო ცოტა სხვა ტიპის ადამიანი ვიყო, ანუ ადამიანი რომელმაც თქვა თავისი აზრი და მე იმდენი ქვა დამენახა თუნდაც მცირერიცხოვანი ჯგუფისგან, ამდენი ქვა რო დამენახა, შეიძლება მეთქვა ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ წადით თქვენი დედაც და პატრონიც, მე თქვენთვის თავს აღარ ავიტკივებ. არა ვარ მე ამ კატეგორიის ადამიანი და ეხლა თუ ვინმე თავისი არ ვიცი, დაბინძურებული ფსიქიკიდან გამომდინარე ვერ წარმოიდგენს, რომ ადამიანმა შეიძლება ყოველგვარი ეგრეთ წოდებული გამორჩენის გარეშე არ უნდა გაგიკვირდეთ ქართულ პოლიტიკაში მით უმეტეს. არა, მე ჩემ თავზე ძალიან გამიკვირდება, იმიტომ რომ მე ცოტა ადამიანი არ მიცნობს, როგორ ცხოვრობდი, დღეს როგორ ცხოვრობ და საერთოდ ხვალ რა პერსპექტივა
მაქვს ჩემი ხანგრძლივი პოლიტიკური და არც თუ უმნიშვნელო წარსულიდან გამომდინარე, ხა თუ თვალის გახელა არ გინდა და ამაზე შეხედვა არ გინდა, ეს უკვე ჩემი პრობლემა არ არის, ნამდვილად არ არის. ნაციონალებიდან გარკვეული ნაწილი თქვენი მისამართით აცხადებს, რომ ჩვენ არ ვივიწყებთ ასე იოლად პოლიტიკურ ღირებულებებს. რას გულისხმობენ ისე? ანუ ირინა სარიშოთა, რომელიც იგორ გიორგაძესთან ერთად გაიარა პოლიტიკური გზა, ჩვენთვის მიუღებელია. ნაციონალების ამ ნაწილს მე ურჩევდი. გასაგებია ხა მათი, როდესაც ადამიანი თავიდანვე ერთგული ხარ რაღაც ძალის, ჯერჯერობით მე მათ შევახსენებ, რომ არ მაქვს პრეტენზია ნაციონალური მოძრაობის წევრობაზე, არც ხმის მიღებაზე და არც ვინმეს ჩანაცვლებაზე მიშას ასე ვთქვათ გუნდში. ეს მე მაქვს სხვა პრეტენზია, რომ ეს ქვეყანა რაღაც საფრთხეს აცდეს. მე ნაციონალური მოძრაობის აი ამ შეშფოთებულ ნაწილს, რომელიც არ არის მრავალრიცხოვანი, ვურჩევ მეტი ყურადღება მიაქციონ გარდა ქოცთა ხელისუფლებას მეტი ყურადღება მიაქციონ ნინო ბურჯანაძის ფაქტორს, ნინო ბურჯანაძის, რომლისთვისაც ნეიტრალიტეტი ჩემგან განსხვავებით და პროქართულობა ცოტა სხვა მიმართულებით იხრება და არა რეალურად ნეიტრალიტეტი. არა, გასაგებია ხა არც ნინო არ ამბობს და ასე თქმით არც ერთი ჭუატყოფელი არ ეტყვის, ხა 1-2 ძალიან თავაწყვეტილის გარდა რომ ევრაზიის კავშირში მინდა შესვლაო, მაგრამ როცა ნინო ბურჯანაძე დღესაც ასე სვამს კითხვას, რომ აი გვინდა ნატოში აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გარდა და მშვენივრად იცის, რომ ევრაზიის კავშირშიც რომ შევიდეთ, რუსეთი თავის აღიარებას, იურიდიულ აღიარებას უკან არ წაიღებს და დასავლეთმა თავად რუსეთის ოფიციალური წრეები აცხადებენ. დასავლეთმა რომც არ გამართოს ომი ჩვენი გულისთვის და ალბათ არ გამართავს ამ ტერიტორიების დასაბრუნებლად თვითონ არ აღიარებს მათ დამოუკიდებლობას თუ ჩვენი ხელით არ გავაკეთეთ ეს რისი ნიშნებიც რესპუბლიკელებიდან სამწუხაროდ არის. აი როცა ეს ადამიანმა კარგად იცი, მაშინ ბუნებრივია ასე შეკითხვა აღარ უნდა დასვა, ისევე როგორც როცა ლაპარაკობ იმაზე, რომ ღარიბაშვილი უშედეგოდ ჩამოვიდა და მანამდეც უშედეგო ვიზიტები იყო და ამბობ რომ აი ხომ ხედავთ ევროკავშირი არ გვიღებს და აი ხომ ხედავთ ნატოში არ გვიღებენ, მაშინ ცოტა უნდა დააზუსტო იქ კიდევ რა მიზეზებზეა საუბარი. თუმცა ჩვენ 9 წელი ასეთ ჩამოსვლებს ვუყურებთ, როდესაც ხან მაპი უნდა ერთი რამე მინდა დაგიზუსტოთ. აი რაც მე შემეცვალა, ოღონ ეხლა კი არა, ცოტა ადრე. ეხლა ეროვნული მოძრაობა როცა დავიწყეთ, ბუნებრივია გარდა იმისა, რომ ის ვიყავით ძალიან ენთუზიასტები და სად იყო მაშინ ამ ფულზე ან რამეზე ლაპარაკი და არც იმას ვფიქრობდით, რომ მოვითხოვოთ ამ ხელისუფლების წასვლა, რომ მე ჩვენ შევცვალოთ. ეს იყო არსებული ხელისუფლების მიმართ პირობების წაყენება, ხომ? აი იმ პერიოდში დასავლეთი ჩვენთვის იყო აი რაღაცა ხელთუქმნელი, იდეალური ადამიანის უფლებების და დემოკრატიის დაცვის სამყარო. მერე რაც დრო გავიდა, დავინახეთ, რომ იდეალური ამ დედამიწაზე არავინ არ არის და მათ შორის არც შეერთებული შტატები, არც დასავლეთი. ამიტომ არავის არ ეგონოს, მე თუ დღეს ვამბობ, რომ ჩვენთვის ეს არჩევანია უკეთესი, აქ არის ლაპარაკი უკეთეს არჩევანზე, ცივილიზებული იმაზე, რაზე უკეთესიც დღეს დედამიწაზე არ არსებობს. დასავლეთის წყალობით გაწითლდა ნახევარი მსოფლიო, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. დასავლეთის უპრინციპო პოზიციის წყალობით გაიყო გერმანია შუაზე. ამერიკის შეერთებული შტატების, თუნდაც დღევანდელის და თუნდაც ევროპის კიდევ მით უმეტეს წყალობით არის, რომ უკრაინაში ჯერჯერობით ჩვენ მაინც დასავლეთს უნდა გავაკეთოთ არჩევანი. არა, აქ საუბარია იმაზე, რომ რა თქმა უნდა ზუსტად ამ ფაქტორების გათვალისწინებით ჩვენთვის უკეთესი იყო მოგვეხერხებინა ის, რაც მოახერხა აზერბაიჯანმა. მე წინა რიცხვით საუბარი, მე უკვე სადღაც გადაცემაში იქ თუ ნავთობია, იმ ნავთობს ბევრად უფრო მყარი რესურსი აქვს ჩვენი სახით, ჩვენი ადგილმდებარეობით, ანუ სატრანზიტო სახით. ამაზე ნუ გავიდავებთ, იმიტომ რომ მე საერთოდ წინა რიცხვით რაღაცეებზე დავა უაზრობად მიმაჩნია. მე დღესაც ვყავს მეგობრები, რომლებიც მაშინაც მეუბნებოდნენ, რომ უაზრობა და შესაძლოა ისინი იყვნენ მართალი. აი დღეს რომ ნამდვილად უაზრობა ნეიტრალიტეტზე საუბარი და დღეს ვინც ამას იტყვის, მას ესმის ეს თუ არ ესმის, პირდაპირ რუსეთისკენ გიბიძგებს. ეხლა თქვენ რა შეკითხვასაც მისვამთ და მაინც ასე ვქნათ, ის რა არასწორი მისამართით. ხო, მაგრამ არასწორი ეს
როგორც პოლიტიკაში გამობრძმედილი ადამიანი. ეს ლოგიკა არ მუშაობს ჩემზე, იმიტომ რომ მე სანამ გამომიბრძმედებოდი პოლიტიკაში, მე პოლიტიკაში არ ვივიწყებ რა მომიყვანა ბევრივით. პოლიტიკაში მომიყვანა მე ეროვნული მოძრაობაში ჩაბმამ, სადაც ჩვენ ვითხოვდით დამოუკიდებლობას, გიჟის დამოუკიდებლობაზე რომ არ იყოს საუბარი, ბუნებრივია. მე დღესაც მომხრევა რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების. მე დღესაც მომხრევა უკაცრავად? ბატონო, რის გიჟის დამოუკიდებლობაზე არ იყო ლაპარაკი, რომ ასე გიჟებივით ყოფილიყავით ყველასგან დამოუკიდებელი. მე დღესაც მომხრევა რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების, მაგრამ რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება თუ მოხდა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დათმობის, ევრაზიის კავშირში შესვლის ხარჯზე, მაშინ მითხარით რა აზრი აქვს, მე უვიზო მიმოსვლა გვექნება ევრაზიის კავშირში აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ეს გვინდა? იმიტომ რომ რეალურად ჩვენ აქამდე მივდივართ და ეხლა ჩემნაირი ტიპის ადამიანთან რომელიც არა ვარ ნამდვილად გარეკილი და ფანატიკოსი და ნამდვილად მე პრაგმატიკოსად შეიძლება რაღაც თვალსაზრისით ჩამთვალო, არსებობს ჩემთვის გონივრული კომპრომისები, არსებობს სხვა არის ჩემი პასუხისმგებლობა დღეს, სხვა არის ხელისუფლების. აქ ფორმასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ეკა მე ამის თქმა მინდა. მე მახსოვს DST-ში როცა საქართველო გაწევრიანდა და თან იმ соусით რომ თითქოს აფხაზეთზე და ოსეთზე რუსეთის შემდეგ რაღაც საშუალებებს ჩვენ მოგცემ და ნუ სრული ზისულელე. მაშინ ჩვენი პოზიცია ყველას კარგად ახსოვს, ჩვენ ამის გამო პროტესტის ნიშნად გადავდექით და მაშინ არის ერთი ისეთი კადრი, რომელიც მაშინ არ მიყვარდა რომ აჩვენებდნენ, მაგრამ ძალიან ხშირად დაჩვენეს. მე რომელიც ნაკლებად ემოციური ვარ და არ მიყვარს სხვის დასანახავად არც ტირილი და არაფერი, ვზივარ დარბაზში და ჩამომდის ცრემლები და ცრემლები ჩამომდის არა მხოლოდ იმიტომ რომ SNG-ში შეათრიეს საქართველო. ცრემლები ჩამომდის დარბაზში მაროტაში დაუკრა ამ გადაწყვეტილების მიღებას ამაზე, იმიტომ რომ ჩვენ ხوار ვარაუდობთ რომ შეიძლება კიდევ იყოს ტაშის დაკვრა, თქვენ ხელსქვიდები უწოდეთ ოცნების წარმომადგენლებს, ძალიან ისეთი ეპითეტებით ამყოფთ ხშირად სოციალური სტატუსები და ნიკამელიას უწოდეთ ჩემი მეგობარი. ანუ თქვენ საერთოდ გახასიათებთ ნიკამელია არის ჩემი მეგობარი Facebook-ში, ანუ პირადად მასთან მე არ მეგობრობ, მაგრამ ძალიან დიდი სიმპათიები თქვა. იდეოლოგიური მეგობარი არა, Facebook-ის მეგობარი არ ნიშნავს, მაგრამ რაც შეეხება ნიკამელიას როგორც ერთ ძალიან კარგ თბილისელ ბიჭს, მე იმ არჩევნების დროსაც, უბრალოდ ეხა მე საერთოდ არ ვიღებ 2012 წლიდან არანაირ არჩევნებში მონაწილეობას, იმ არჩევნების დროსაც ეხა ჩემთვის რომ ეკითხათ, ნარმანიას არ ჯობდა ნიკამელია და საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს ვინ რომელ პარტიაშია, როდესაც ლაპარაკია ნარმანიაზე და ნიკამელიაზე. ხა მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს, არასოდეს არაფერს არ უმალავ. როცა ვინმეს მიმართ პრეტენზია აქვს, ნიკამელია მაშინ ძალიან წამგებიანად აგრესიულად გამოვიდა სხვათა შორის ტელედებატებში ნარმანიასთან და მან ბევრი იმ მომენტში დაკარგა, მაგრამ ახლა დღეს ვკითხოთ იმ ხალხს, ვინც მაშინ ნიკამელიაზე გაბრაზდა ნარმანია როგორ აბუჩა დაიგდო, დღეს ის ხალხი ეგებ ნიკამელიაზე უფრო აგრესიულად არის განწყობილი. აი მე რა მინდა იცით რომ ვთქვათ რა ხან სიტყვა მოიტანათ. არავის არ ვაყენებს შეურაცხყოფას, არავის არ ეგონოს რომ მე ახლა ვინმეს წარმომავლობაზე ან თბილისელობაზე მაქვს ლაპარაკი, არაფერ შუაში ეს არ არის. აი ნარმანიას რო შეხედავ და ის რო გეყოლება თბილისის მერი უარესის ღირსი ხარ. აი მე მიმართავ. ნუ თქვენ ვიზუალს არ გულისხმობთ. არა, ვიზუალს არ გულისხმობ. ნარმანია რომელიც დღეს გამოდის და რა თქვენი საქმეა, მე რამდენი მრჩეველი მეყოლებაო, მეუბნება და საერთოდ არ ფიქრობს იმაზე რომ ამ მრჩევლებს მე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხელფასი უნდა გადაუხადონ. ღირსია ყველა ის ეხა ამას არ ვამბობ ემოციურად. უნდა მოხვდეს თავში ჩვენც რაღაცა. აბა ხელი რო არ მომტყდა და მივედი მე არა, მაგრამ ვიღაცას და ნარმანიას მიცა საკუთარი ქალაქის მერობაზე ხმა, რას ელოდა უკეთეს? ქაბატონო ირინა, თქვენ პოლიტიკაში ყოველთვის გამოირჩეოდით ერთგვარი ძალიან კარდინალური და თამამი ნაბიჯებით. გარდა იმისა, რომ ეროვნული მოძრაობიდან მოდიხართ და ერთ-ერთი ლიდერი ბრძანდებოდით, აი სწორედ ამ ფაქტორის გამო ერთგვარი შოკი იყო საზოგადოებისთვის, სწორად უნდა გამიგოთ, არც მე არ მაქვს პერსონალურად არავის საწინააღმდეგო, მაგრამ იგორ გიორგაძის პარტიაში მაშინ აღმოჩენა. მე არ ყოფილვარ არასდროს. ნუ ფონდში არის საუბარი და აი ესე ნუშვებით, ნუ ფონდში, იმიტომ რომ მე ჩემი პარტია მქონდა მაშინაც და ეხლაც. იყავით მისი წარმომადგენელი, მე შემიძლია საჯარო კადრებიც ამოღებო. რა თქმა უნდა ამოღება კადრების. თქვენ იყავით მისი
აქტიური მხარდამჭერი. ახლა რა ფორმით და რა ფორმატში ეს უკვე მეორე საკითხია. ხო, რატომ მიხსნით მეც ვიცი რომ მეორე საკითხია, ვიცი. არა, თქვენ დამაკონკრეტებინეთ და იმიტომ. ქალბატონო ირინა, დღეს აღმოჩნდით ასე ვთქვათ ისეთ ამპლუაში, როდესაც არსებულ ხელისუფლებას აკრიტიკებთ და მიხეილ სააკაშვილისადმი თქვენი დაუძინებელი შეფასებები მახსოვთ, ეს აზრი მეტნაკლებად შეიცვალეთ, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ასე მიგაჩნიათ საჭიროდ, განმარტეთ თქვენ ეს. ეხლა მაინტერესებს თქვენი მოსაზრება ბიძინა ივანიშვილისადმი. ანუ თქვენ კონკრეტულად მისადმი, მე თითქმის ძალიან იშვიათად მომისმენია კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილისადმი მაინტერესებს. აი თქვენი როგორც გამოცდილი პოლიტიკოსის მოსაზრება, რა უნდა ამ კაცს ქართულ პოლიტიკაში თქვენი მოსაზრება? მოდით მე ესე მოკლედ ვერ გაგცემთ ამაზე პასუხს, ისევ იგორ გიორგაძიდან დავიწყებ, იმიტომ რომ მე ჩემი ნათქვამი მინდა გაიგონოს მაყურებელმა და არა ინტერპრეტაცია. იგორ გიორგაძე დღესაც რჩება ჩემს მეგობრად. იგორ გიორგაძესთან პოზიციური თანხვედრა და არა ანტისოროსის წევრობა, ამას არ აქვს მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩემი სახელი და გვარი ყველაზე ხმამაღლა ისმოდა ნებისმიერ შემთხვევაში, გამოიწვია ჩემმა დამოკიდებულებამ ნეიტრალიტეტის მიმართ. იგორ გიორგაძეს თუ ერთი განცხადება მაინც აქვს ვინმესთან გაკეთებული, როგორ უნდა შევიდეს საქართველოს ან რუსეთში, ან ევრაზიის კავშირში, ან როგორ უნდა იდგეს საქართველოში რუსული სამხედრო ბაზები, მაშინ მე გავჩუნდები. მე ასეთი განცხადებები მისგან არ მახსოვს. რაც შეეხება ჩემს დღევანდელ დამოკიდებულებას, იგორ გიორგაძე საერთოდ გაჩერებულია პოლიტიკურად. მე მისი თუ აპირებს მომავალში პოლიტიკაში გააქტიურებას, რა განცხადებას გააკეთებს, არ ვიცი. თუ მან ევრაზიის კავშირის მომხრეობაზე გააკეთა განცხადება, ჩვენ დავრჩებით ძალიან კარგ მეგობრებად, არაჩვეულებრივ მეგობრებად, მაგრამ არ ვიცი. და აქ ჩემი გადასვლა გადმოსვლაზე არ არის ლაპარაკი ვინმეს გუნდიდან. მე ყოველთვის ჩემი პარტია მქონდა და არ ყოფილვარ ამას არ ვამბობ თავის მართლების მიზნით, უბრალოდ ეს იყო ჩემი დაჟინებული მოთხოვნით, სხვათა შორის მე იგორ გიორგაძის წინაშე ვგრძნობდი თავს დამნაშავედ, იმიტომ რომ მისი სახელის გატეხვაში, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი მონაწილეობა მაქვს მე ჩემი ეჭვებით მიღებული, რომელიც შემდეგ გაირკვა, რომ ასე არ არის და მას საჯაროდაც მოუხადე ბოდიში. ანუ მე ამის პრობლემა, როცა დღესაც ვერ ვგრძნობ მე თავს ძალიან თავისუფლად, იმიტომ რომ მე ვიცი, რას ნიშნავს ადამიანისთვის მით უმეტეს ასეთი ძლიერი ბრალდების წაყენება და მართლა ძალიან დამნაშავე ვარ. ამიტომ, როდესაც ეს ყალიბდებოდა მაშინ და ეს საქველმოქმედო ფონდით ყალიბდებოდა მე დავიჟინე ის რომ ამ ფონდს პირდაპირ იგორ გიორგაძის სახელი დარქმეოდა და მე ჩემთვის ვიყავი ბევრად მშვიდად, როცა ვიცოდი რომ ამ ადამიანზე მიყენებული მათ შორის ჩემი დარტყმები ჩემ თავზეც ავიღე. თუ ეს ვინმეს არ ესმის, ეს მისი პრობლემაა. თუმცა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება მართლა ჩაგეკითხებით, მაშინ ეს თქვენი ქმედებები მონათლა როგორც რუსული ხაზი, მონათლა როგორც საქართველოს მე მიხეილ სააკაშვილის ციტატას გახსენებ, ეს თანხაო $59000-ზე იყო საუბარი. 15,000 დიახ, იქ ნუ ოქროულზეც იყო საუბარი და ასე შემდეგ, ოქროს ნაკეთობები. დიახ, ასე შემდეგ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ შემოქონდათო ამ ხალხს. ნუ მოდით ეხა მოდით იცი რა მე ვიცი. ისე იმ გუნდმა მონათლა დღეს რომელსაც იმ ადამიანმა რომელსაც თქვენ მე ვერ დავემსგავსები თუნდაც ნაციონალთა იმ ნაწილს, რომელიც დღეს მე რაღაც გამონათქვამებს მახსენებს, მათ შორის მე სააკაშვილის მიმართ ძალიან მძაფრი გამონათქვამები მქონია და ამას არ მე რო დავმალო, არც არის დამალული. მე ვერ დავემსგავსები მათ, რომელიც არ დააყენებს საქმის ინტერესს, პირად ინტერესზე და რაღაცა მეხსიერებაზე. მეხსიერება უნდა გქონდეს, რა თქმა უნდა და უნდა დააკვირდე ადამიანს, ხო არ გატყუებს. უბრალოდ დღეს ჩემი მდგომარეობა იმდენად აი როგორ გითხრათ, იმდენად სასაცილოა ჩემს მიმართ ეჭვის გამოთქმა და გენდო თუ არა ამის თქმა, იმიტომ რომ მე რას გთხოვ შენ ამის სანაცვლოდ, რასაც გელაპარაკები, რომ მენდო არც ხმის მოცემას გთხოვ, არაფერში არ გეცილები, უბრალოდ პირიქით მე ჩემ ნათქვამს იმიტომ ვანიჭებ დიდ მნიშვნელობას, ზუსტად იმიტომ რომ არა ნაციონალებმა, არამედ იმ ხალხმა გაიგონოს, ვინც ვენებ გადაჭრილი თანახმარო სულ დანგრეულა ქვეყანა, რუსეთში კი არა იმის იქით წავსულვა, როგორ სააკაშვილი მოიქნება. ხუპა სხვათა შორის სააკაშვილის ბიძინა ივანიშვილზე თქვენი პოზიცია მაინტერესებს. ნუ ბიძინა ივანიშვილზე რა გითხრათ? აბა ეხლა ჩვენ ყველაზე მთავარ თემას მივადექით, ანუ დღევანდელს. ბიძინა ივანიშვილი არის ბიზნესმენი, ნუ კარგი ბიზნესმენი, ცუდი ბიზნესმენი, ამას თავი დავანებოთ. ეს დაეტყო ქვეყანას. ბიძინა ივანიშვილი არ ხედავს კონკურენტს პოლიტიკოსებში.
მე პიროვნულად მას არ ვიცნობ, მაგრამ ნუ რაღაცა დასკვნების გამოტანა შეიძლება მეშლებოდეს, მაგრამ საკმაოდ ისეთი ავმეხსიერა ადამიანია და არავის არ უვიწყებს რამე ცუდ ნათქვამს, მაგრამ კონკურენციის ხედავს ბიზნესმენებში და შესაბამისად ხედავთ ჩვენ შესანიშნავ მდგომარეობას საქართველოში ბიზნესი ფაქტიურად თუ გოგი თოფაძის ბიზნესს არ ჩავთვლი და რაღაცა მცირე გამონაკლისებს აღარ არსებობს, გოგი თოფაძეც ნუ მიექანება თავისი ნავთობით და ყველაფრით შევიდეთ ევრაზიის კავშირში, მე რა მოხდაო, რკინიგზა დაუთმოთ, ნავთობი დაუთმოთ, ალბათ საკუთარ ცოლ-შვილს და ბიზნესს არ უთმობს რუსეთს, იმედია, ნუ ამას მაინც არ უთმობს. აქედან იკეტება ყველა მაღაზია, არაფერი აღარ მუშაობს, იმიტომ რომ ეს არის ბიზნესმენის და თან არატრადიციული ბიზნესმენის მართული ქვეყანა. ეხლა მე არ მინდა იმის გამოძიება საიდან ეს არა, იმიტომ რომ რეალურად ვინმე გამჭირვალე ბიზნესი აქვს, როგორც ვიცით რუსეთში. სად რომელ ბიზნესზეა ლაპარაკი, ვინმეს ქონდა, როდესმე ამაზე საუბარი ხარ, როდესაც ერთ-ერთ ანუ ათეულში თუ არ ვიცი რა რაღაცეულში შედიხარ, როგორც მდიდარი ადამიანი, რაღაცა შენი წამყვანი ხაზი ხო უნდა არსებობდეს. მე მართალი გითხრათ, ივანიშვილის ფენომენი ჩემთვის არის. საჯარო არის მისი დეკლარაცია ქალბატონი. კი, არა, ეს ვიცი, მაგრამ ფენომენი ამ ადამიანის ჩემთვის წარმოუდგენელი. მე აი რო უყურებ ბიძინა ივანიშვილს, ხომ ვიცი რომ მილიარდელია. თქვენი აზრით პროდასავლურია ბიძინა ივანიშვილი, ხა ასეთი უტრირება არ მინდა ამ საკითხის, მაგრამ მისი ხელისუფლება და თავად მისი მოსვლა ქართულ პოლიტიკაში ეს არის დასავლეთის ინტერესები თუ რუსეთის? აი სადაც მე თავიდან მე სადაც მე ძალიან ბევრ ვიზიტებს ვხედავთ მის რეზიდენციაში. არა, ამერიკის ელჩი ყველგან დადის ვიზიტებზე და ამერიკის ელჩი რუსეთის პრეზიდენტსაც შეხვდება ალბათ, როცა დაჭირდება, მაგრამ მე სადაც მართლა შეცდომა დავუშვი და ეს უნდა ვაღიარო, მე ნამდვილად არ მეგონა, რომ ბიძინა ივანიშვილით ჩანაცვლება წინა ხელისუფლების, თორემ მაშინვე შეიძლება განგაში ამეტეხა. მე მაინც ვთვლიდი, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო დასავლური ორიენტაციის ადამიანი და პირიქით მე იმ პერიოდში ისეთი რამეც მაქვს ნათქვამი ამ ხელისუფლების მისამართით, რომ რამენაირად ეგებს შეცვალოთ ესეთი ხისტი ტაქტიკა და არა სტრატეგია წინა ხელისუფლების, რომ რაღაცნაირად მოგვარდეს ურთიერთობა. შემდეგ ნაბიჯებით ეს ეხება მის საკადრო პოლიტიკას და ყველაფერს და მით უმეტეს რესპუბლიკურ დასაყრდენს, რომლის პროდასავლურობაც მითია და ამას ძალიან ბევრი მალე დაინახავს. ეს ეხება სხვათა შორის ალასანიას მიმართ მე არანაირი პრეის არ მაქვს სიმპათია და საკმაოდ მწარე სიტყვებით ვიხსენებ მასაც, მაგრამ ეს ეხება მის ნეგატიურ დამოკიდებულებას ალასანიას და ზოგადად ისეთი ჯგუფების მიმართ, რომლებიც აშკარად პროდასავლურ ძალას წარმოადგენენ და ძალიან საინტერესოა ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება ბურჯანაძის მიმართ. გაივსო მთავრობა ბურჯანაძის კადრებით, მინისტრის მოადგილეების დონეზე. თუ მე ვინმე მეტყვის, რომ მთავრობაში ჩიტიც კი გადაფრინდება ბიძინა ივანიშვილის ნებასურვილის გარეშე, ნუ ეს ასე არ არის. ამიტომ ფაქტია, რომ მე მგონი ეს მყირალა ნაწილმა საზოგადოების ქოცი იქნება თუ ნაცია, ამას არ აქვს მნიშვნელობა, ჩემზე მეტი ყურადღება სწორედ იმას უნდა მიაქციოს, რა საფრთხე უმზადდება ქვეყანას და სად მიდის ეს ყველაფერი და ამ გარეგნულ ეფექტებს სხვადასხვა დაჯილდოებული ხარ წინასწარმეტყველური, ეხლა ბოლოსკენ მიდის გადაცემა და მინდა დაჯილდოებული კისრის მაგივრად, კისრის გაგრძელების მაგივრად მაქვს თავი, მეტი არაფერი განსაკუთრებული. შეიძლება ბევრსაც ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ ალღო პოლიტიკური ეს კიდევ მეორე საკითხია, რომელიც აბსოლუტურად თამდევი უნდა იყოს. ჩვენი გადაცემა ეხლა ბოლოსკენ მიდის და მინდა თქვენი პროგნოზის მოსმენა, როგორ განვითარდება თქვენი აზრით საქართველოში მოვლენები. მე უცებ მინდა ვთქვა ლართან დაკავშირებით, იმიტომ რომ შიდა პოლიტიკა ეს არის ქვაკუთხედი ქვეყნის განვითარების. ეკონომიკური გუნდი შეგნებულად არიცვლება ივანიშვილის მიერ, ანუ შეგნებულად ქვეყანა უკან და უკან მიდის ეკონომიკა. მე ვერ გეტყვით, ეხლა გამოჩდება ალბათ მიზანიც დღეს, რაც ლარს ამ ორ სამ დღეში დაემართა, რომ 10 ერთეულით ჯამრთელად უკან მორბენალი ლარი, მე რეუცებ ჯამრთელად 10 ერთეულით გამყარდა, ასეთი რამ სერიოზული ინვესტიციის, აბა სად არის ინვესტიცია გვითხრან, ან რაღაცა ეკონომიკური სასწაულის გარეშე არ ხდება.
ასეულობით ასეულ სხვაობაზეც კი როცა თამაშობს ხელისუფლება, იმ დროს კეთდება ფული. მე არ გამოვრიცხავ არც იმას, რომ ეხლა აი ამ კონკრეტულ დღეებში ტრილიონობით ფული გაკეთდა ამ ათეულობით, იმიტომ რომ ფულს ამ შემთხვევაში აკეთებს 2-3 ადამიანი, რომელიც ამ ინფორმაციას ფლობს. მე ველოდები სამწუხაროდ ლარის ძალიან სერიოზულ ვარდნას, იმიტომ რომ ასეთი ხელოვნური ან მაშინ ტყუოდნენ, ან ეხლა ტყუიან, ხო და ეხლა შედეგად ამას რა მოყვება, მე ნამდვილად ზედმეტად ვთვლი ამის თქმას, მე მგონი გასაგები, არ ვიცი, უკვე გაქცევას აპირებენ და ამითი შოულობა. არა, იმიტომ რომ თქვენ არ იცით ეს რა უბედურება შეიძლება დატრიალდეს, იმიტომ რომ ეს არის აი დღეს უკვე ლარი ავიდა ზევით. ანუ 24-დან ავიდა, ეხა 26-ზე, ზოგან 28 იყო. ხვალ და ზეგ ამდენ დროს არც ამ მახინაციის ჩამტარებელი ადამიანები არ დაუტოვებენ სხვებს, რომ სხვამაც ფული არ გააკეთოს. ეს პროცესი უცებ დასრულდება და მერე რა დაიწყება, ეს ცოტა ძნელი საპროგნოზოა. კარგი, ალბათ ჩვენ შემდგომ გადაცემაშიც მოგიწევთ და გვექნება ამაზე საუბარი. მე მინდა ერთი კითხვა დაგისვათ, ბოლოს ოღონდ ძალიან მოკლედ მიპასუხეთ. თქვენ ბრძანეთ, რომ მე ბატონ იგორ გიორგაძეს ვაპატიეო, მაშინ უბრალოდ მე გასაგებია, მე მქონდა თვითონ ეს უკაცრავად მართლა ახლა შემეშალა. ანუ თქვენ ბრძანეთ, რომ მე მაგას ვის ვაპატიე. დიახ, ეს მქონდა, ანუ შინაგანი მე თვითონ მქონდა, შემდეგ ქენჯნაუდა, ანუ მინდა რომ ეს ასე ვთქვათ გამოცდათ. თქვენ თუ აპატიეთ მიხეილ სააკაშვილს, როდესაც მან გიწოდათ საქართველოს მოღალატე მაშინ. თუ მარტო ამაშია საქმე, მე არ მგონია რომ მიხეილ სააკაშვილს ჭირდებოდა ეს ჩემგან პატიება, ნამდვილად არ მგონია. მე როცა დღეს ვსაუბრობ იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილზე დევნა უნდა შეწყდეს, იმიტომ რომ ასე ჭირდება ამ ქვეყანას, ეს ერთ-ერთი პუნქტია და არა ერთადერთი, რაც ამ ქვეყანას ჭირდება. რა თქმა უნდა, ეს უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილისთვის, ვიდრე ეხლა როდესაც მე ასეთ უნდა დაბრუნდეს თუ არა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში. ყველა ადამიანს უნდა ქონდეს საქართველოში დაბრუნების უფლება, თუ მას სურვილი აქვს. ყველა ადამიანს აბსოლუტურად. მიხეილ სააკაშვილის ზე დევნის შეწყვეტა თუ ზოგიერთს იმიტომ ეშინია, რომ ვაი და მერე პრეზიდენტი არ გახდეს, იცით და თუ ასე ამ ქვეყანაში საქმე, რომ მიხეილ სააკაშვილი შეიძლება გახდეს დევნა მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილზე. მე მის ადგილას ნამდვილად არ დავბრუნდებოდი, უფრო მეცაც გეტყვით. მის მიმართ დევნა რომ შეწყდეს, არც მაშინ აი პირადად მე რომ მკითხოს ახლა მიხეილმა, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობ, რომ აი რას მირჩევ, აი დევნა რომ შეწყდეს. საუბარი თქვენ არ გქონიათ? არა, მე საერთოდ არ მქონია მასთან საუბარი, თორე რომ მქონდეს საშუალება და რატო არ დაველაპარაკები, რა არის ამაში ცუდი, ხალხი პუტინს ხვდება და მე რატო არ უნდა შევხვდე. ნუ მე ძებნილებთან პრობლემა არ მაქვს, საერთოდ ვარ უკვე ამას და მე რომ დღეს ვთქვათ მიხეილ სააკაშვილმა მკითხოს, აი დაუშვათ ამ წუთას შეუწყდა დევნა და ხვალ უნდა ვთქვათ აზრი მკითხოს ღირს თუ არა მისი ჩამოსვლა. არა, მე ვერავის ვერც ურჩევ და ვერც ვერ ურჩევ. მე უბრალოდ ჩემი მხრიდან ვერ შევპირდებოდი მას, რომ მისი აქ ჩამოსვლა იქნება უსაფრთხო დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკიდან გამომდინარე. ანუ ქალბატონო ირინა, თქვენ მომავალ პარლამენტში დეპუტატის რანგში არ გიხილავთ, თქვენ დღეს აქტიურ პოლიტიკაზე უარს აცხადებთ. ნამდვილად მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს ხაზს უსვამ ამას, რომ გავაგრძელო ცხოვრება პოლიტიკის გარეშე და ვერ წარმომიდგენია ირინა საარიშვილი არა, იცით რა არის, მე შეიძლება ვიყო ექსპერტი, შეიძლება აი თუნდაც ასე რაღაცით ვიღაცას ან რაღაც პოზიციას პოლიტიკის ირგვლივ გამოთქვა თქვენი აზრი. არ არის აუცილებელი მინისტრობა, პრეზიდენტობა და პარლამენტის წევრობა იმისთვის, რომ ამ ქვეყანას რაც შეგიძლია, იმითი გამოადგე. მე თავისუფლად შემიძლია აი ამ რანგში გავაგრძელო თუ მომეცემა საშუალება, მეტი მე არაფერი არ მინდა. სტუდიაში მომბრძანებისათვის ძალიან საინტერესო იყო ჩვენი საუბარი და წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა რომ გიყურებდით, მომავალ შეხვედრამდე.